რადიო ათინათის და ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ერთობლივი გადაცემა დადიანების სასახლეთა საგანძური. ისტორიები ზუგდიდის მუზეუმში დაცულ ბევრისთვის უცნობ ექსპონატებზე, მუზეუმის განვლილ გზაზე და ღვაწლმოსილ მონაწილეებზე. რა შეიძლება ვნახოთ და რა შემორჩა მეხსიერებას. ათინათის ეთერში ყოველ სამშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე. მოგესალმებით. ეთერშია რადიო ათინათის და ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ერთობლივი გადაცემა დადიანების სასახლეთა საგანძური. გადაცემის ფარგლებში ჩვენ გიყვებით მუზეუმში დაცული ექსპონატების შესახებ. იმ მემკვიდრეობის შესახებ, რომელიც მუზეუმმა შემოუნახა ქართულ ერს. მე გახლავართ დავით ოყუჯავა, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ხელმძღვანელი. მოგეხსენებათ, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ექსპონატთა შორის დიდი ნაწილი არის დადიანების ოჯახის საკუთრებაში არსებული ნივთები. ოჯახის მემორიალური კოლექცია, რომელიც დაცულია მუზეუმში, შედგება სახითი ხელოვნების, გამოყენებითი ხელოვნების და ბიბლიოთეკის უნიკალური ნიმუშებისაგან. მემორიალური კოლექციის დიდი ნაწილი დასავლეთ ევროპული ხელოვნების ნიმუშებით არის წარმოდგენილი. ფერწერა მდიდარია მე-19 საუკუნის გერმანელი მხატვრების ნაშრომებით, რაზეც ჩვენ ცალკე გადაცემაში ვისაუბრეთ. გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები შედგება საფრანგეთში, ავსტრიაში და ინგლისში დამზადებული ავეჯის, ჭურჭლის, ნაბეჭდი და ხელნაწერი წიგნების განსაკუთრებული ექსპონატებისაგან. დადიანების ოჯახის თაობამ, რომელმაც ზუგდიდის სასახლეთა კომპლექსი ააშენა, დასავლეთ ევროპასთან კონტაქტები განსაკუთრებულ სიმაღლეზე აიყვანა, რაც გულისხმობს ევროპის უმაღლეს საზოგადოებასთან ნათესაური კავშირის დამყარებას, სწავლას ევროპის საუკეთესო სასწავლებლებში. ასევე აღსანიშნავია, რომ ოჯახი წელიწადის ნახევარს ევროპის საუკეთესო კურორტებზე და ქალაქებში ატარებდა. მუზეუმის კოლექციაში ინახება უნიკალური ალბომი, რომელიც ეკუთვნის დადიანების ოჯახს, კერძოდ კი უფლისწულ ნიკო დადიანს და მის ოჯახს. ალბომი მოიცავს მე-19 საუკუნის 1868 წლიდან 1896 წლამდე პერიოდს. ალბომში დამთვალიერებელი იპოვის 223 სადარბაზო ბარათს, 155 საკონცერტო ან თეატრალურ აფიშას, ასევე 153 საუზმის, სადილის ან ვახშმის მენიოს და 63 სამეფო და საიმპერატორო მიღებების პროტოკოლს. ცხადია, სოციალისტური წყობილების დროს არ იყო პოპულარული დიდგვაროვანთა ცხოვრების და მათი კონტაქტების კვლევა. ეს ერთგვარი ტაბუდადებული თემა იყო. მით უმეტეს, თუ დიდგვაროვანთა ოჯახის არა რუსულ, არამედ ევროპულ კონტაქტებს და ევროპასთან კავშირს ეხებოდა თემა. გამომდინარე აქედან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს უნიკალური კოლექცია შემორჩა დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმს. ალბომი, სადაც არ ინახება ოჯახური ფოტოები, არამედ ინახება სტუმართა და მასპინძელთა სადარბაზო ბარათები, საზეიმო მიღებების მენიუები და აფიშები, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მიღებების პროტოკოლები. ისტორიის მოყოლა უნდა დავიწყოთ იმით, რომ მე-19 საუკუნეში, როგორც მას ხშირად უწოდებენ ვიქტორიანულ ეპოქაში, დასავლეთ ევროპაში სადარბაზო ბარათების განსაკუთრებული და მკაცრი ეტიკეტი არსებობდა. სადარბაზო ბარათები მაღალი საზოგადოების წევრის აუცილებელი ატრიბუტი იყო. ნებისმიერ სახლში, რომელიც მაღალი საზოგადოების წევრი იყო, სადარბაზოში ვერცხლის ლამბა ქიიდო, სადაც სტუმარი ვალდებული იყო დაეტოვებინა სადარბაზო ბარათი. მნიშვნელობა არ ჰქონდა სტუმრის ურთიერთობის ხარისხს მასპინძელთან. ეტიკეტის უხეშდარღვევად ითვლებოდა სადარბაზო ბარათის გარეშე სტუმრობა. ასევე მასპინძლის უპატივისცემლობა და შეურაცხყოფად ითვლებოდა სადარბაზო ბარათის ვერცხლის ლარნაკზე არ დატოვება. ვიქტორიანულ ეპოქაში სადარბაზო ბარათი არ იყო მხოლოდ საკუთარი თავის წარდგენის საშუალება ან აუცილებელი მოდური აქსესუარი ადამიანებისათვის, რომლებიც მიეკუთვნებიან კეთილშობილურ საზოგადოებას. სადარბაზო ბარათების ისტორიაში ყველაზე უჩვეულო ნიუანსი ის ფაქტია, რომ ვიქტორიანულ ეპოქაში სადარბაზო ბარათების გამოყენების განსაკუთრებული ეტიკეტიც კი არსებობდა, ხოლო მაღალი საზოგადოების ადამიანებისთვის უხამსობის სიმაღლედ ითვლებოდა სადარბაზო ბარათის გამოყენებაში შეცდომის დაშვება. მაგალითად, ინგლისში ვიქტორიანულ სადარბაზო ბარათს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მათ იყენებდნენ როგორც ბატონები, ასევე ქალბატონები. ბარათები საგულდაგულოდ იყო შექმნილი, გამოსახული იყო რთული გრავიურები, დახვეწილი შრიფტები და ზოგჯერ დელიკატური აკვარელის ილუსტრაციებიც კი. ბარათის მფლობელის სახელთან და მისამართთან ერთად საგულდაგულოდ იყო დაბეჭდილი ტიტული ან ჯილდო, რაც ხაზს უსვამდა სოციალურ მდგომარეობას. სავიზიტო ბარათების უპირველესი მიზანი იყო გაცნობის ხელშეწყობა და სხვებთან კავშირების დამყარება. ადამიანი იღებდა ბარათს, რომელსაც ხშირად მსახური აწვდიდა და ეს ითვლებოდა პირად მოწვევად. ეწვია ან მოითხოვა შეხვედრა. შემდეგ მიმღები ბარათის პასუხობს, დატოვებს საკუთარ ბარათს ან გაუგზავნის საკუთარ ბარათს, პირადად ან მსახურის მეშვეობით.
ამ გაცვლამ საფუძველი ჩაუყარა ურთიერთობების განვითარებას, როგორც პროფესიულ, ასევე პირად დონეზე. ბარათების გამოყენების სწორ ეტიკეტს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ვიზიტის დროს ჩვეულებრივი იყო ბარათის გაგზავნა მასპინძელთან, რომელიც გადაწყვეტდა, მიეღო თუ არა ბარათის მფლობელი. მე-19 საუკუნის ევროპაში სადარბაზო ბარათების გამოყენების ნიუანსებზე და ეტიკეტზე ვრცელი საუბრის მიზანი იყო მსმენელი დაგვირწმუნებინა სადარბაზო ბარათების მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით ვიქტორიანულ ეპოქაში და მით უფრო დიდგვაროვანთა ცხოვრებაში. მოსმენილის შემდეგ კი წარმოიდგინეთ, რამდენად დიდია ციფრი 223 უნიკალური სადარბაზო ბარათი. 223 დიდგვაროვანი ან სხვადასხვა თანამდებობის პირი. თანაც მოგეხსენებათ, რომ 223 ბარათიდან არც ერთი არ არის ქართველი დიდგვაროვანის ბარათი. ყველა არის ავსტრიელის, ფრანგის, ინგლისელის, ბელგიელის, რუსის, უნგრელის, პოლონელის. ქვემოთ დეტალურად გესაუბრებით რამოდენიმე ბარათის მფლობელზე და მოგიყვებით მათ ისტორიას. დავიწყოთ კოლექციის განხილვა. რა თქმა უნდა, სრულად 223 ბარათის მფლობელის დადგენა და მათი პერსონის შესახებ უტყუარი ინფორმაციის მოძიება საკმაოდ რთული ამოცანაა. მიუხედავად ამისა, კოლექციაში მრავლად აღმოჩნდა ისეთი ბარათი, რომელიც ეკუთვნის მე-19 საუკუნის ევროპის ისტორიაში მნიშვნელოვან მოღვაწეს. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ დიდგვაროვანი ოჯახის სტუმრების მიღებისას მოწვეულ სტუმარს სადარბაზო ბარათთან ერთად უგზავნიდა სადილის ან ვახშმის მენიუს. შესაბამისად, დადიანების ალბომში 150-ზე მეტი ასეთი საზეიმო მიღების მენიუ არის დაცული. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია 1874 წლის 14 მაისს ვინძორის სასახლეში გამართული საზეიმო მიღების შესახებ სრული კოლექცია. სავარაუდოა, რომ ნიკო დადიანი და მისი მეუღლე მერი ადლერბერგი ესწრებოდნენ ხსენებულ მიღებას, სადაც დედოფალმა ვიქტორიამ უმასპინძლა რუსეთის იმპერატორს და მის ამალას. რუსეთის იმპერატორის ლონდონში ვიზიტის დამადასტურებელი რამოდენიმე დოკუმენტი ინახება დადიანების ალბომში. ვიზიტის პირველი შეხვედრა გაიმართა ვინძორის სასახლეში და იმპერატორს უმასპინძლა მის აღმატებულება დედოფალმა ვიქტორიამ. ამას ადასტურებს მიღების აფიშა. აფიშაზე დატანილია მარცხნივ რუსეთის იმპერიის გერბი, მარჯვნივ დიდი ბრიტანეთის სამეფო გერბი. შუაში ოდნავ მაღლა ორივე გერბზე არის დედოფალი ვიქტორიას პირადი გერბი, რაც ადასტურებს, რომ მასპინძელი სწორედ რომ დედოფალი ვიქტორია გახლდათ. ასევე საინტერესოა ამავე მიღების სადილის მენიუ. აფიშიდან ირკვევა, რომ სადილზე რუსეთის იმპერატორს და მის ამალას მიეგებდნენ გლინკას შესრულებით. შემდეგ შესასრულებლად შეირჩა ჩარლზ გუნოს ფაუსტი. ასევე შესრულდა შუბერტის მარტი ბი მინორში. საგულისხმოა ფაქტი, რომ აფიშა არის ინგლისურ ენაზე შედგენილი, ხოლო მენიუ კი ფრანგულ ენაზე. მენიუში კერძების დასახელება ფრანგულად არის და ეს სულაც არ ითვლება რაიმე სახის დაკნინებად. თვით მათი აღმატებულება დიდი ბრიტანეთის იმპერიის მართველი ოჯახის გერბს დღემდე ამშვენებს დევიზი, რომელიც ფრანგულ ენაზეა დატანილი, უფრო სწორედ კი ძველ ფრანგულ დიალექტზე და ითარგმნება როგორც სირცხვილი იმათ, ვინც ცუდს ფიქრობს მასზე. დღემდე ეს დევიზი ამშვენებს ვინძორის სასახლეს და დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის გერბს. ძნელად თუ მოიძებნება მსოფლიოში ისეთი ორი ქვეყანა, რომელთაც ერთმანეთთან იმდენჯერ უომიათ, როგორც ფრანგებს და ინგლისელებს. და მიუხედავად ამისა, მე-19 საუკუნეში დედოფალი ვიქტორია მასპინძლობს რუსეთის იმპერატორს და მასპინძლის სადილის მენიუ ფრანგულად არის შედგენილი. ხსენებული სადილის შემდეგ 16 მაისს გაიმართა მორიგი მიღება. რისი დამადასტურებელი ბარათები ინახება დადიანების მუზეუმში. ახლა უკვე რუსეთის იმპერატორი და მისი ამალა მიიწვიეს უელსის პრინცმა და პრინცესამ. მოგეხსენებათ, უელსის პრინცი არის ასევე დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე და 1874 წელს ეს გახლდათ დედოფალი ვიქტორიას უფროსი ვაჟი ედვარდი. დაბადებული 9 ნოემბერს 1851 წლის. მეფობაში 1901 წლები ედვარდ მე-7, ხოლო პრინცესა უელსელი გახლდათ ალექსანდრა დანიელი, დანიის გლუქსბურგთა დინასტიიდან. აქვე აღსანიშნავი ფაქტია, რომ დედოფალი ვიქტორიას უმცროსი ვაჟი ალფრედი დაქორწინდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მეორის ქალიშვილზე მარიაზე. 16 მაისს 1874 წლის ლონდონში კრისტალ პალასში გაიმართა გრანდიოზული მიღება რუსეთის იმპერატორის საპატივცემულოდ. მოაწყო და უმასპინძლა უელსის პრინცმა და პრინცესამ. მიღების გრანდიოზულობაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ დადიანების სასახლეში დაცული მიღების პროტოკოლით. პროტოკოლთან ერთად დადიანების სასახლეში ინახება მიღების მენიუ და აფიშა. პროტოკოლიდან იკითხება, თუ რამდენად გრანდიოზული მიღება მოუწყვეს უელსის პრინცსა და პრინცმა და პრინცესამ სტუმრებს. ორკესტრი, სპექტაკლი და ვახშამი. საღამო კი დასრულდა გრანდიოზული ფოიერვერკით.
1874 წლის ინგლისი ვიზით ასრულებს 18 მაისი მიიღება, რომელზეც რუსეთის იმპერატორი გახლავთ მასპინძელი. ამას ადასტურებს მენიუზე დატანილი ერთადერთი გერბი რუსეთის იმპერიის. სამწუხაროა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ზევით მოყვანილი ყველა მენიუ თუ აფიშა, სადაც მასპინძელი იყო ინგლისის მხარე, ერთი გერბით არ შემოიფარგლებოდა. ყოველთვის მოწვეული მხარის საპატიო სტუმრის გერბიც იყო დატანილი, პროტოკოლით გათვალისწინებულ ყველა ბარათზე. იქნება ეს სადილის მენიუ, ღონისძიების აფიშა, თუ მხოლოდ მოსაწვევი. რაც შეეხება რუსეთის იმპერატორის საპასუხო მიღებას, მენიუზე დატანილია მხოლოდ რუსეთის გერბი, ზევით ცენტრში და იმ ორგანიზაციის ლოგო, ვინც დაბეჭდა ეს მენიუ, ქვევით ცენტრში. შესაძლოა ვცდები, მაგრამ აქაც კარგად ჩანს ხასიათი და საკუთარი თავის განდიდების მანია. გავაგრძელოთ დადიანების ოჯახის ალბომის დათვალიერება და გადავიდეთ ავსტრიაში. ალბომში ინახება ავსტრიის მინისტრ-პრეზიდენტის ფიურსტ ადოლფ აურსპერგელის სადარბაზო ბარათი. ავსტრიის იმპერიაში 1848 წელს მარტის რევოლუციის შემდეგ მინისტრ-პრეზიდენტის თანამდებობა შემოიღეს. მინისტრ-პრეზიდენტი იყო ავსტრიის იმპერიის მთავრობის მეთაური. აღსანიშნავია, რომ ადოლფ აურსპერგელი ყველაზე დიდი ხანი, თითქმის 10 წელი იკავებდა ავსტრო-უნგრეთის მინისტრ-პრეზიდენტის თანამდებობას. ის 1871-1879 წლები, რაც ძალიან დიდი მიღწევაა. აღსანიშნავია, რომ ადოლფ აურსპერგელი ყველაზე დიდი ხანი, თითქმის 10 წელი იკავებდა ავსტრო-უნგრეთის იმპერიის მინისტრ-პრეზიდენტის თანამდებობას. რაც ძალიან დიდი მიღწევაა, თუ დავაკვირდებით, რა სიხშირით იცვლებოდა მთავრობის მეთაურები იმ დროინდელ ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში. საყურადღებოა ფაქტი, რომ სადარბაზო ბარათს სახელის წინ აქვს მინაწერი ფიურსტ. ავსტრიის თავადაზნაურთა იერარქიაში ნიშნავს თავადს, რომელიც იმპერატორის ოჯახის წევრების შემდეგ ყველა თავადზე უპირატესია. ავსტრიის საიმპერატორო კარზე არსებული პროტოკოლის მიხედვით, იმპერატორის ოჯახის წევრები, მეუღლე, ცოლი, დედა, შვილი, ძმები და დები, სარგებლობდნენ უპირატესობით და მათ პატივი ჰქონდათ იმპერატორთან მიახლების და მასთან მარტო პირისპირ საუბრის უფლება ენიჭებოდათ. ოჯახის წევრების გარდა, მხოლოდ ფიურსტის წოდების მქონე თავადებს ეძლეოდათ ასეთი უფლება. 223 სადარბაზო ბარათიდან, რომელიც ინახება დადიანების ოჯახის ალბომში, ჩვენ შევხვდით 24 ბარონის ტიტულის მქონე პერსონას, 4 ფიურსტის ტიტულატურას, 2 ლორდის წოდებას, 8 პრინცის სადარბაზო ბარათს, 7 გენერლის ჩინის მქონე პერსონას, 12 გრაფს და ამასთან საინტერესოა, რომ ზოგიერთ სადარბაზო ბარათს რამოდენიმე ეგზემპლარად ხვდებით. მაგალითად, როგორც ავსტრო-უნგრეთის იმპერიის მინისტრ-პრეზიდენტისას. დადიანების ალბომში 2 ერთნაირი ბარათი ინახება ფიურსტ ადოლფ აურსპერგელის, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მინიმუმ 2ჯერ ეწვია დადიანების ოჯახს ფიურსტი. ალბომის სრული და დეტალური აღწერა ჯერ კიდევ გრძელდება, მაგრამ ერთი რამ დაზუსტებით შეიძლება ითქვას. დადიანების ოჯახის, კერძოდ ნიკო დადიან მენგრელსკი და მერი ადლერბერგი ევროპის უმაღლესი რანგის თავადაზნაურთა ოჯახებს იცნობდნენ და მიღებულნი იყვნენ მათ კარზე. ამაზე კიდევ ერთი ფაქტი მიუთითებს. 1871 წლიდან წოდება მენგრელსკი და კერძოდ კი ნიკო მენგრელსკი შეტანილია ევროპის თავადაზნაურთა ალმანახში და აღწერილია როგორც გოტას ალმანახი, ასეთი სახელწოდებით გახლავთ ეს ალმანახი, რომლის სხვათა შორის მრავალი წლის კოლექცია დაახლოებით 40-45 წლის ყოველ წელს გამოდიოდა ეს ალმანახი და დაახლოებით ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ 40-45 წლის ყოველწლიური გამოცემა მუზეუმის ბიბლიოთეკაში ინახება. სწორედ ამ ალმანახის 1871 წლის გამოცემაში ვკითხულობთ ნიკო მენგრელსკის შესახებ, რომელიც აღწერილია როგორც მენგრელეის დამოუკიდებელი სამთავროს პრინცი დადიანების ოჯახიდან, რომელთაც ციხესიმაგრეები აქვთ ზუგდიდში და გორდში. ფლობდნენ და მართავდნენ სამეგრელოს შთამომავლობით, დამოუკიდებლად და მონარქის უფლებით 1866 წლამდე, სანამ ნიკო დადიანი უარს იტყოდა სამთავროს ფლობელობაზე და დამოუკიდებლობაზე რუსეთის იმპერიის სასარგებლად, რისთვისაც რუსეთის იმპერატორმა მას უბოძა უმაღლესი თავადი
მდგრადი მენგრელსკის ტიტული. ოჯახიდან მხოლოდ უმცროს ძმას, პრინც ანდრია დადიანს აქვს უფლება იწოდებოდეს დადიანად. აქვე მოხსენიებულია ტიტულებით და მეუღლეებით პრინცესა სალომე დადიანი და პრინცი აშილ მიურატი და მათი ქორწილის თარიღია მითითებული 13 მაისი 1868 წლის. ალმანახში დადიანთა ოჯახის ყველა წევრი მოხსენიებულია პრინცად ან პრინცესად. გამომდინარე აქედან შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ ევროპული თავადაზნაურთა ოჯახები დადიანების ოჯახს უაღრესად დიდ პატივს მიაგებდნენ და იღებდნენ როგორც სამეფო ოჯახის წევრებს. ოჯახის ალბომში შემორჩენილი იშვიათი მენიუ, რომელიც თავად ნიკო და მერი მენგრელსკის ეკუთვნის. მენიუს კუთვნილება დასტურდება დადიანების ოჯახის გვირგვინით. გვირგვინში ჩაწერილი ლათინური 200 AM ნიშნავს, რომ წვეულება გაუმართავს უფლისწულის მეუღლეს მერი ადლერბერგ მენგრელსკის. უფლისწულ ნიკო დადიანის ალბომში ინახება გერმანიის იმპერიის რეიხსკანცლერის ოტო ფონ ბისმარკის სადარბაზო ბარათი თანამდებობის მითითებით. აქაც აღსანიშნავია, რომ რეიხსკანცლერის ორი ბარათი ინახება ალბომში, რაც ადასტურებს იმას, რომ ოტო ფონ ბისმარკი დადიანების ოჯახს მინიმუმ ორჯერ ეწვია და აქვეა მისი შვილის, გრაფ ჰერბერტ ვონ ბისმარკის სადარბაზო ბარათი. ასევე ორი ცალი, რაც გვაძლევს უფლებას ვივარაუდოთ, რომ გერმანიის იმპერიის რეიხკანცლერი ოტო ფონ ბისმარკი უფროს ვაჟთან ერთად ეწვია უფლისწულ ნიკო დადიანის ოჯახს, ან მიიწვია საკუთარ სახლში. ასევე დადიანების სადარბაზო ბარათების კოლექციაში ჩვენ ხვდებით იულიუს ჰორსტის სადარბაზო ბარათს, რომელიც იმ წლებში გახლდათ ავსტრიის იმპერიის თავდაცვის მინისტრი. ალბომი კიდევ ბევრ საინტერესო პერსონას და მოვლენის ამსახველ ინფორმაციას ინახავს. აქ ხვდებით ევროპის უძველესი თავადური გვარის წარმომადგენელთა ბარათებს. ბოლოს გვინდა დავასრულოთ ალბომში შემონახული კარლო პელიგრინის ორიგინალი კარიკატურებით, რომელიც დადიანების ოჯახს ლონდონში ყოფნისას შეუძენია და საკუთარი კოლექცია გაუმდიდრებია. ერთ-ერთი კარიკატურა, რომელიც ალბომში ინახება, გახლავთ დიდი ბრიტანეთის ორგზის პრემიერ-მინისტრის ბენჟამინ დიზრაელის კარიკატურა სახელწოდებით „მან ასწავლა ტორებს და აკურთხა ვიგები რეფორმების გასატარებლად, მაგრამ მისი გარდასახვა იმად, რაც არის, იქიდან რაც იყო, ეს მისი ყველაზე დიდი რეფორმაა. ასეთი საინტერესო სახელწოდება აქვს კარიკატურას. ასევე კარლო პელიგრინის შემდეგი კარიკატურა, ინგლისის 4 გზის პრემიერ-მინისტრის უილიამ გლადსტონის კარიკატურა სახელწოდებით „უარესი კაცი რომ იყოს, უკეთესი სახელმწიფო მოღვაწე იქნებოდა“. ასევე გვაქვს კოლექციაში პრინცი ალბერტის კარიკატურა სახელწოდებით „პირველი ვიოლინო“, დედოფალი ვიქტორიას უმცროსი ვაჟის ალბერტ საქსენ კობურგ გოტელის. დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში დაცულია 90,000-ზე მეტი ექსპონატი და 15,000-ზე მეტი წიგნი დადიანების ბიბლიოთეკიდან. ექსპონატების სიიდან მხოლოდ 4 ალბომმა უნიკალური მტკიცებულებები წარმოაჩინა იმისა, თუ რაოდენ დიდი და მნიშვნელოვანი როლი ეჭირა სამეგრელოს მთავრების ცხოვრებაში ევროპულ საზოგადოებას. თქვენ წინაშე წარმოდგენილია სადარბაზო ბარათების, აფიშების და მენიუების მხოლოდ მცირე ნაწილის აღწერა. წარმოიდგინეთ, რომ ბარათებს შორის გვხვდება დესაუს ოჯახის წევრთა ბარათები, ევროპაში უძველესი თავადები, რომელთა გენეალოგია პირველ ჯვაროსნებამდე მიდის. ასევე გრაფ მონტენუევოს, ბარონ დე ბრანდენშტეინის, ბარონ დე შელენდორფის, ბარონ დე ვეირსტის და მრავალი წარჩინებულის, რომელთაც ხელთ ეპყრათ მე-19 საუკუნის დასავლეთ ევროპის მართვის სადავეები. ეს პატივცემული და მაღალი საზოგადოება საკუთარი ქვეყნის მომავალზე ზრუნავდნენ და საფუძველი ჩაუყარეს თანამედროვე ევროპას. სწორედ ასეთი საზოგადოების გავლენა კარნახობდა დადიანების უფლისწულს საკუთარ სამფლობელოში განათლებისათვის, წერა-კითხვის გავრცელებისათვის და საწარმოების განვითარებისათვის შეეწყო ხელი. ასეთი იყო დადიანების ოჯახის ევროპული კავშირები. დიდი მადლობა, რომ გისმენდით. მომავალ შეხვედრამდე. რადიო ათინათის და ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ერთობლივი გადაცემა დადიანების სასახლეთა საგანძური. ისტორიები ზუგდიდის მუზეუმში დაცულ ბევრისთვის უცნობ ექსპონატებზე, მუზეუმის განვლილ გზაზე და ღვაწლმოსილ მონაწილეებზე. რა შეიძლება ვნახოთ და რა შემორჩა მეხსიერებას. ათინათის ეთერში ყოველ სამშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე.